მოგესალმებით, მე გახლავართ ЩΠС კასარას დირექტორი ნანდული თურქოშვილი. ამავე დროს გახლავართ დაზარალებული შშმ პირის ზაზა კოწლომაჟაშვილის დედა, რომლის მიმართაც რამოდენიმე დღის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო კიდევ ერთი ძალიან სუბიექტური, ფაქტიურად მიკერძოებული და ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილება, რითაც საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის მოსამართლის ბატონი დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილება დატოვა ძალაში უცერემონიად ისე რომ თვალი არ დაახამხამეს ყველამ ერთად პროკურორმა, მოსამართლეებმა, განსასჯელების ადვოკატებმა, ბატონმა არჩილ ჩოპიკაშვილმა და გიორგი კვიჟინაძემ გარიგებით უსირცხვილოდ წაართვეს ქონება დაზარალებულ შეზღუდულ უნარიან პირს, ყოფილი პოლიციელის, კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, თაღლითი მევახშის გიორგი კვიჟინაძის სასარგებლოდ. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ჩემი ემოციის შესახებ, როცა სოციალურ ქსელში ეს დავწერე, ბატონი არჩილ ჩოპიკაშვილისგან წამოვიდა სერიოზული პრეტენზია და მე ახლა მინდა რომ ღია ეთერის სწორედ იმიტომ წერამ ეთერს, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვინც ჯერ კიდევ არ იცის რა უსამართლობას აწყდებიან სასამართლოში, იმ უპრინციპო მოსამართლეების და ფაქტიურად დამნაშავე მოსამართლეების წყალობით დაზარალებული პირები და ის ადამიანები, რომლებსაც ამოვდა აქვთ სასამართლოს იმედი. ძალიან სამწუხაროა, რომ ესენი ერთეულები არ არიან და ყველაფერი ბრალდება ხელისუფლებას, თუმცა მე არ მჯერა, რომ მაინც ხელისუფლება მოუწოდებს მოსამართლეებს, რომ გაურიგდნენ ბრალდებულებს და დააზარალონ ისედაც დაზარალებული პირები. მინდა გაცნობოთ, რომ ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ პირთა ჯგუფმა 7 ნოემბერს 2016 წელს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის მევახშე პოლიციელის გიორგი კვარიანთაშვილის უშუალო მონაწილეობით ჩემს შვილს შშმ პირს დაშინებით და მოტყუებით გადააფორმებინეს კუთვნილი ქონება. ქონებას დაეუფლა პოლიციელის მამა ჯუმბერ კვარიანთაშვილი. 5 წლის განმავლობაში დამნაშავე პოლიციელი აგრძელებდა მუშაობას პროკურორ კვიჟინაძის მფარველობით, რომელიც ბრალდებულების ადვოკატის გიორგი კვიჟინაძის და არის და მეგობარი საქმეზე დანიშნული პროკურორის თამარ პაპავასი, რომელმაც ნაცვლად საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისა და მოწმეთა და ბრალდეულ პირთა გამოკითხვისა შეზღუდულ უნარიან პირზე აშკარა დისკრიმინაცია გადახორციელა. ის დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა ისედაც დათრგუნულ და დაზარალებულ შეზღუდულ უნარიან პირს. დამნაშავეებმა პროკურორის უმოქმედობით ისე მოახერხეს და გაპიდეს თაღლითური გზით მითვისებული ქონება, რომ არც კი შეაფასეს ქონების მითვისებით მოყენებული ზარალი, რომ ექსპერტიზაც კი არ ჩაუტარებიათ შშმ პირისთვის სამედიცინო ექსპერტიზა. თამარ პაპავა მასზე ზემოქმედების განსახორციელებლად მოინდომა მისი ფსიქიატრიულ კლინიკაში გამოკეტვა და რასაც ის ემსხვერპლა, იმიტომ რომ ჩვენ მოვითხოვეთ მისი აცილება, რომ ის აშკარად ზეწოლას ახდენდა ისედაც დათრგუნულ და დაზარალებულ შეზღუდულ უნარიან პირზე. ძველი თბილისის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ის ჩამოაშორა გამოძიებას. ამ დროისათვის სირნაღის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილება სამოქალაქო დავის წესით მოგებული ჰქონდა და კვიჟინაძეებმა მოახერხეს, რომ პარლამენტის წევრის პაატა კვიჟინაძის დახმარებით პროკურორმა კვიჟინაძემ და ადვოკატმა კვიჟინაძემ საქმისა მოახერხეს, რომ სააპელაციო სასამართლოში ბათილად ცნობის გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდულ უნარიანი პირის სასარგებლოდ დადგა, გააუქმეს. მეორე მხარის განმარტებით, სწორედაც პარლამენტარი პაატა კვიჟინაძის ზარით გაუქმდა უკვე მოგებული სასამართლო გადაწყვეტილება სამოქალაქო წესით. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, პროკურორის უმოქმედობით და სასამართლოსთან გარიგებით, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ
დავით ნარიმანიშვილმა დამნაშავეების სასარგებლო სასამართლო პროცესები წამოიწყო და ასეც მიიყვანა ბოლომდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით ნარიმანიშვილმა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრმა არჩილ ჩოპიკაშვილმა და გიორგი კუჟინაძემ მოახერხეს, რომ დაპატიმრებული ბრალდებულები გაამართლეს, მათ აღკვეთი ღონისძიება შეუცვალეს და საქმე, რომელიც გადავიდა სააპელაციო სასამართლოში, ისე მოახერხეს, რომ ძალაში დატოვეს. ფაქტობრივად ბრალდებულები თაღლითი მევახშე მამაშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა და ყველაზე უარესი არის ის, რომ საქმის ახალმა პროკურორმა ქალბატონმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელმაც არც კი შეგვატყობინა პროცესის ჩატარების დღე, ისე გაუშვა დათქმული ვადა გასაჩივრებისა, რომ საკასაციო წესით გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მან სრულიად მოგვისპო ჩვენ საშუალება სტრასბურგის სასამართლოსთვის მიგვემართვა ჩვენს მიმართ უსამართლო გადაწყვეტილებისა, ანუ იმის გამო, რომ ჩვენ სამართლიანი სასამართლოს უფლება შეგვეზღუდა, აი ამ პროკურორმაც კი ფაქტიურად ითანამშრომლა მათთან და მისი დისკრეციული უფლება, რომ გამოეყენებინა მონიჭებული უფლება მოსილება, რომ შეზღუდულ უნარიანი პირის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც კერძო საუბრებში თვლიდა, რომ ჩვენს მიმართ პირველმა ინსტანციამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ფაქტობრივად მან ჩვენ ვისი იმედიც ჰქონდა და მისი სუბიექტური მიდგომის იმედი ჰქონდა, ფაქტობრივად არ გაასაჩივრა. ანუ ქალბატონ დოდა პროკურორმა, რომელსაც უნდა გაესაჩივრებია, მან უარი განაცხადა, განაცხადა, არ შეგვატყობინა ის ვადა, რომ 26 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელსაც თვითონ პროკურორი უსამართლოს ეძახდა ჩვენთან კერძო საუბარში. გადაწყვეტილება ჩავიბარე ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლოსგან ჩემი 3ჯერ დაწერილი განცხადებით და აღმოჩნდა, რომ განცხადება, განაჩენი, რომელიც ჩამბარდა 9 იანვარს, უკვე გასაჩივრების ვადა გასული ჰქონდა. ანუ პროკურორმა შეგნებულად ითანამშრომლა სწორედ იმ არასამართლიან მოსამართლესთან და ადვოკატებთან ბრალდებულებისა და მათი სასარგებლო ქმედება ჩაიდინა, რომ არ გაასაჩივრა საკასაციო წესი. თქვენ რომ ბრძანეთ, დეპუტატთან დაკავშირებით გუჟირაძე უარის. აი მასთან დაკავშირებით ის ხომ ბიძინა ივანიშვილის კლასელია, როგორც მე ვიცი. იცით რა შეასაქმე? ვინ ვისი კლასელია? მე ვერაფრით დავაკავშირებ. ახლა ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს და კუჟინაძესთან რომ ერთ კლასში ესწავლათ, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს იყენებს თუ არა ამ ყველაფერს. ყოველ შემთხვევაში ბრალდებულები ტრაბახობდნენ, რომ მათ პარლამენტარი კუჟინაძე დაეხმარა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო წესით მიღებული ბათილად ცნობილი გადაწყვეტილების გაუქმებაში. ამიტომაც ეს ყველაფერი ინფორმაცია მე მოწოდებული მაქვს მეორე მხარისაგან, რომლებიც მუდმივად იყენებენ იმ უფლებებს, რომ ისინი არიან პარლამენტარის ბიძაშვილები, რომ ისინი არიან პროკურორები, რომ ისინი არიან ადვოკატები და ყველა ერთად ამ დროს აი ამ პირებმა ყველამ ერთად შეზღუდულ უნარიანი პირის უფლებები დაარღვიეს. ქონება ასე უკანონოდ და ასე განუკითხაობას აქვს ადგილი და ძალიან სამწუხაროა, რომ ქვეყანაში 2021 წლიდან რომ ამოქმედა შშმ პირების მიმართ კანონი მათი უფლებამოსილების შესახებ, რითაც სახელმწიფო ერთის მხრივ გარანტიას იძლევა, რომ შშმ პირებს ექნებათ სამართალწარმოების დროულად და გონივრულ ვადაში ხელმისაწვდომობა, რომ მათ ექნებათ ხელშეწყობა დროულ საქმის წარმოებას და სამართლიან სასამართლოს უფლებაზე, მაგრამ სახელმწიფო ერთის მხრივ იძლევა ამ გარანტიას და მეორეს მხრივ სწორედ ის სახელმწიფო მოხელეები არღვევენ შშმ პირების მიმართ კანონს და პროკურორი, რომელიც ფაქტიურად არის სახელმწიფო ბრალმდებელი და რომლის იმედი ჩვენ გვქონდა, რომ ის სამართლიანად იდგა
ფაქტობრივად დაზარალებული პირის გვერდით მან კიდევ ერთხელ თავისი პირადი გადაწყვეტილებით არ გაასაჩივრა კასაციაში, არ ისარგებლა საკასაციო უფლებით და ჩვენ სრულიად მოგვესპო იმის უფლება, რომ ჩვენ მივმართოთ სტრასბურგის ადამიანის პირველი ინსტანცია ხომ მოიგეთ ქალბატონო დოდა. არა. ეს სამოქალაქო დავა მოვიგეთ თორე. რაც შეეხება აი ამ სისხლის სამართლის დავას, სამოქალაქო დავა თუ მოიგეთ, ის გაგვიუქმეს სწორედ იმ პარლამენტარის, როგორც აღნიშნავენ გადაწყვეტილებით. როგორ გააუქმეს მაგ ახლა ის ამით სააპელაციო სასამართლომ გააწყვეტა და რაც შეეხება სისხლის სამართლის დავას, აი რომელიც ეხლა ცალკე მიმდინარეობდა. აი ეს სისხლის სამართლის საქმეც ისევ გამოდის, რომ პროკურორ კვიჟინაძის, მათი განმარტებით პარლამენტარ კვიჟინაძის და მათი და აპელაციამ რაზე იმსჯელა, რა მოტივით გააუქმა ეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება? საქმე იმაშია, რომ ფაქტობრივად როგორც ჩანს ადვოკატმა კვიჟინაძემ, პროკურორმა კვიჟინაძემ და ყველამ დანარჩენმა მოახერხეს ის, რომ მოწმეებმა, რომლებიც ფაქტობრივად არა მარტო მოწმეები იყვნენ, აი ამ თაღლითური გარიგების მოქმედი პირები იყვნენ, იმის გამო რომ ჩვენ მთელი 4 წლის განმავლობაში არ გადმოგწეს საქმის მასალები, არ მოგწეს საქმის გაცნობის მასალების საშუალება, მათ მოწმეებს შეაცვლევინეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები, რომლებმაც ფაქტობრივად ნაწილობრივ შეცვალეს და სააპელაციო სასამართლოს უკვე გაუკუღმართებული საქმე გადასცეს. ჩვენების შეცვლა ხო სისხლის სამართლის დანაშაულია და შესაბამისად ისიც რა ეს იმ შემთხვევაში ალბათ დანაშაული, როცა სწორად მიმდინარეობს პროცესები, მაგრამ ყველაზე მთავარი იყო ის, რომ მათ მოახერხეს და ეს ინფორმაციები ყველაფერი ფაქტობრივად მეორე მხარის მუქარით, ტრაბახით მოდის ჩემთან და ოქროს მოწმე ფაქტიურად აი ამ თაღლითური გარიგების ყველაზე მთავარი მოწმე მევახშე ქალბატონი, მათ ისე რომ პროკურორმა მან დროულად არ გამოკითხა, დროულად არ დაიბარეს ჩვენების მისაცემად და ის გააპარეს და მე დამიკავშირდა მისი ახლობელი და მითხრეს, რომ ის სწორედ იმიტომ გააპარეს ძებნილი პირი, დღეს ის ძებნილია, რომ მას არ მიეცა ჩვენება არც საქალაქო სასამართლოში ქალბატონ თამარ კაზიშვილს და არც სააპელაციო სასამართლოში და ოქროს მოწმე, რომელიც ფაქტურად მის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი გარემოება იქნებოდა საქმეზე ობიექტური გარემოების დასადგენად, ის ფაქტები ფაქტობრივად გააპარეს ქვეყნიდან. ყველა ფერი ჩაიდინეს იმისთვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გააკეთა საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრმა, ბატონმა არჩილ ჩოპიკაშვილმა, ადვოკატმა გიორგი კვიჟინაძემ, პროკურორმა კვიჟინაძემ, რომელიც ადვოკატის და არის და საქალაქო ქალაქის კვიჟინაძეების ის იყო საერთო ის თუ რა ხდებოდა? ვერ გეტყვით, ადვოკატი იყო კვიჟინაძე, ქალაქის პროკურორი იყო ეს ინტერესთა კონფლიქტი არ იყო სასამართლო როგორ განიხილავდა? არა, ვერ გეტყვით, ამდენიმე არ ვიცი, მაგრამ თამარ პაპავა სწორედაც მოქმედებდა პროკურორ კვიჟინაძის დავალებებით და არა დაზარალებული პირის უფლებების დასაცავად. ფაქტობრივად ამ პირებმა კიდევ მეტად დააზარალეს შშმ პირის უფლებები, მისი ჯანმრთელობა სრულიად შეარყიეს და ყველაზე მთავარი პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა, რომელიც ჩვენ გვეგონა რომ დაზარალებული პირის და სამართლის მხარეს იყო, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა რომ არის უსამართლო გადაწყვეტილებები, რომლებსაც არ ვიზიარებო, ყველაზე უარეს იქნა, რომ მან არ გაასაჩივრა კასაციის წესით სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის ზალაში დატოვებული გადაწყვეტილება, რითაც სრულიად მოუსპო შშმ პირს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება. აი ამ ყველაფრის გასაჯაროება მინდოდა, ძალიან ემოციური შეიძლება ვარ, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანაში იმიტომ არის იმდენი უკმაყოფილო ადამიანი, რომ ხშირ შემთხვევაში ცალკეული მოსამართლეები და პროკურორები ვფიქრობ, ჩემი გონივრული ვარაუდით, რომ დანაშაულებრივი ქმედებებით არიან დაკავებული, ვიდრე სამართლიანი სასამართლოს და სამართალწარმოების საქმიანობით.
ქალბატონო სტრასბურგის სასამართლოში შეიძლება ამ საქმის შეტანა სამართლიანი სასამართლოს თუ ჩვენს ქვეყანაში ყველა ინსტანცია არ არის გავლილი არა ყველა ინსტანცია არის იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უსამართლობას აქვს ადგილი როდესაც პროკურორმა მიკერძოებულად იმოქმედა და თქვენ საშუალება არ გქონდათ ისედაც ვერ გაასაჩივრებდით თუ პროკურორი არ გაასაჩივრებდა სისხლის სამართლის საქმის მიმართ სწორედ ამაშია საქმე რომ პროკურორმაც მათმა ადვოკატებმაც განსაშიერების ძალიან კარგად იცოდნენ რომ დაზარალებულს უფლება არ ჰქონდა კასაციაში და არც აპელაციაში არა გაქვთ ამის უფლება და ამის გასაჩივრება შესაძლებელია ევროპულ სასამართლოში უბრალოდ აქ საკითხი ის არის რომ შეშმო პირს ასე რომ ექცევიან ჩვენს ქვეყანაში და კვიჟირაძეების მაფიოზური სტრუქტურა ყოფილა იქ დეპუტატი პროკურორი გამომძიებელი ადვოკატი ყველაფერი მაგენი ყოფილა ამ ქვეყანაში და ცოტა ისეთი ის არის. საქმე რაშია იცით? ერთ შემთხვევაში კვიჟინაძეები არიან, მეორე ნეპოტიზმის აშკარა სახე არის ნეპოტიზმის, როდესაც მთელი სანათესაო კლანი წარმოადგენს ხელისუფლების პროკურორმაც, მათმა ადვოკატებმაც და ყველა მონაწილე პირმა და მათ შორის იმ მოსამართლეებმა შესანიშნავად იცოდა რომ თუნდაც სამართალ წარმოების დაგვიანების და ვადების გასვლის გამო თუნდაც მარტო ამ მოტივაციით შესაძლებელი იყო სამართალ წარმოების დაგვიანების და ვადების დარღვევის გამო სტრასბურგის სასამართლოში შეტანა და მათ ყველამ ერთად კარგად იცოდნენ რომ თუნდაც ვადების დარღვევის გამო გამოძიებისა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევად მიიჩნევდა სტრასბურგი და სწორედ ამიტომ არ გაასაჩივრა მარიამ ბერძენიშვილმა ეს საკასაციო წესი. კი, ნახეთ რა არის ქალბატონო, ეს თქვენზე რო ყოფილიყო დამოკიდებული და თქვენ არ გაგესაჩივრებიათ, მაშინ სხვა საკითხი იყო. ახლა ის პროკურორმა, ანუ ხელისუფლებამ, რომელიც ფაქტიურად ამ მაფიოზური სტრუქტურის წარმომადგენელი არის და დანაშაულებრივ ქმედებას ჩადიოდა, თქვენ ამის გასაჩივრების უფლება გაქვთ. ანუ ამ შემთხვევაში ევროპული სასამართლო მიიღებს, იმიტომ რომ თქვენ სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოგართვეს. თქვენ არ მოგცეს იმის საშუალება, რომ გაგესაჩივრებიათ და გედავათ ბოლომდე, მით უმეტეს შეშმოპირის უფლებების დასაცავად და შეშმოპირი დაიჩაგრა ამ შემთხვევაში. ჩვენთან ყველაფერი გაუკუმართებულია და როგორც თვითონ აწყობთ, ისე ჭრიან და კერავენ, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ზუსტად ის ევროპული სასამართლო აი ამ საკითხებს უფრო სხვა მხრიდან უყურებს და უფრო მკაცრად ექცევა, როდესაც შეშმოპირების უფლებები არის დარღვეული. დღესდღეობით სამწუხარო არის თქვენი ვაჟკაცი აი ასეთ დღეში რო ჩააგდეს და ასეთ მდგომარეობაში რო ამყოფებენ. ეს არის უბედურება და ხელისუფლების მხრიდან ზუსტად ის დარღვევები, რაც ხდება ადამიანს რომელსაც თავის პრობლემები ისედაც თავზე საყრელა და კიდე უარეს უმატებენ იმ ქონებას მოტყუებით ართმევენ რა ქონებაც გააჩნდა და ფაქტურად სახკარის გარეშე ტოვებენ ამ ადამიანს და ანუ ეს ციფრაშია ჩვენ გადავწყვიტეთ რომ აი ამ ყველაფრის შესახებ მე ვამზადებ განცხადებას საჩივარს რითაც მიმართავ საქართველოს მთავარ პროკურორს მე ეს გზა აუცილებლად უნდა გავიარო მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, რომელსაც ჩვენ ნდობას უცხოდებდით ბატონ მარიამ ბერძენიშვილს, მე ვფიქრობ, რომ ის თავის საქმის პროფესიონალია ნამდვილად, ჩვენ მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ გვეპარებოდა, მას მთელი 2 წელიწადი ფაქტობრივად ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, რომელზეც მე გამოვიკითხე, მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა შეურაცხყოფაც კი მიაყენა იმ დროს, როცა ის ჩემს დაკითხვას აწარმოებდა პროცესზე. მაგრამ საქმე იმაშია, რომ 1 წლის შემდეგ უკვე აი ამ არ გასაჩივრების შემთხვევაში მან ფაქტობრივად სრულად ადამიანი, რომელიც ისე დაწგუნული იყო, დაზარალებულ პირზე ვსაუბრობდა, მე სრულად მის მიმართ განწყობა ერთი ხელის მოსმით ჩამოშალა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ შეგვექმნა ისეთი გონივრული განცდა და ეჭვი, რომ მან მისი გაჩუმება და არ გასაჩივრება ისეთივე თანამშრომლობა გამოვიდა, ვისაც ვსაუბრობთ იგივე მოსამართლეებთან და იგივე პროკურორებთან, რომელიც ჩამოცილებული იყო საქმეს. ფაქტობრივად გაკეთდა მოსამართლე
პროკურორი კვიჟინაძის დავალება, პროკურორი იქამდე ვინც იყო თამარ პაპავას დავალება, გაკეთდა დამნაშავე მევახშე პოლიციელის დავალება და მის სასარგებლოდ იმოქმედეს 7 წლიანი დავის შემდეგ ყველა ამ პირებმა ვინც ჩამოთვალეთ და სწორედაც მე მთავარ პროკურორს მივმართავ ამ საჩივრით, რომ მათ რატომ ხდება ეს ასე და მე არ ვიცი შეიძლება ქალბატონ პროკურორს აქვს რაიმე თავი გასამართლებული რომ მას ჰქონდა ამისი დისკრეციული უფლება რომ არ გაესაჩივრებინა მაგრამ მან ძალიან კარგად იცოდა რომ მას თავისი შინაგანი რწმენით კი არ უნდა ემოქმედა ის კასაციაში მოიგებდა პროცესს თუ არა მას უნდა გაესაჩივრებინა და თუ კასაცია სხვანაირ გადაწყვეტილებას მიიღებდა ჩვენ უფლება გვექნებოდა დატოვებული იმისა რომ ჩვენ მიგვემართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოსთვის გამოძიების ვადების დარღვევის გამო. გასაგებია, მაგრამ მაგას არ ჯობდა ნორმალურად განეხილათ და ამ ადამიანს, როდესაც ქონება ჩამოართვეს, დაებრუნებიათ უკან. შეზღუდულ უნარიანი პირისთვის პროკურორ მარიამ ბერძენიშვილს არ უნდა დაეტოვებინა იმისა, რომ მანდაც ხომ არ ითანამშრომლა ზემოთ ჩამოთვლილ პირებთან. თანამშრომლა რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. მონივრული ეჭვი გვაქვს ჩვენ ასეთი. აშკარა არის, რომ ითანამშრომლა და შესაბამისად ეს ადამიანი დატოვეს. ყველაზე უარესი იყო ის, რომ ქალბატონმა მარიამ ბერძენიშვილმა უკვე წელიწადნახევრის წინ იცოდა, რომ ჩემი შვილი იმის გამო რომ გამოძიება ჭიანურდებოდა და ციხიდან გამოშვებული იყვნენ ბრალდებული პირები და მათ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა ბატონმა მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ისინი მას ემუქრებოდნენ და ისეთი განცდა ჰქონდა რომ მას საფრთხე ექმნებოდა და ქალბატონმა მარიამ ბერძენიშვილმა იცოდა რომ ჩემი შვილი აპირებდა თავშესაფრის მოთხოვნას ევროპაში და სწორედაც აი ამ სასამართლო დავის სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადატანას და ქალბატონმა მარიამ ბერძენიშვილმა ზუსტად იცოდა 1 წლის წინ რომ თავშესაფრის მოთხოვნით ჩვენ მივდიოდით ევროპაში და ფაქტობრივად მანამ არა გასაჩივრებული ქმედებით რაც ის თვლის რომ მისი დისკრეციული უფლებამოსილება იყო მან სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის საშუალება მოგვისპო რითაც დაარღვია ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენცია რითაც დაცულია ადამიანის უფლებები გეთანხმებით ქალბატონ დოდო მე საზოგადოებას მინდა ასევე უთხრა რომ ქალბატონი დოდო გახლავთ სამინისტრო სამსახურის პოლკოვნიკი ვეტერანი და თქვენ წარმოიდგინეთ ამ ხნის განმავლობაში ამ ოჯახთან მიმართებაში არაერთი უსამართლობა და განუკითხაობა ხდებოდა როგორც თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ასევე პროკურატურისა და გარკვეული როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და არ დასრულდა ეს ყველაფერი და ეს კომპანია, რომელსაც ქალბატონი დოდოს შვილი ფლობს კასარა და მისი მეპატრონი არის, მასეც უზარმაზარი ზეწოლა მიმდინარეობს და ფაქტურად გაკოტრებისკენ მიყავთ იმისათვის რომ ხელში ჩაიგდო. უკანონოდ ჩამორთმეული ლიცენზია, ორჯერ უკანონოდ ჩამორთმეული სამიწარმეო საქმიანობის უფლება, მიშა სააკაშვილის და სწორედაც გილაურის დავალებით წართმეული ლიცენზია აგვისტოს ომის დღეს რომელიც ძლივს დავიბრუნეთ. სწორედ ამის შემდეგ ცეზარ ჩოჩელის ზეწოლა, სასამართლოების ზოგ შემთხვევაში უსამართლო მოსამართლეების მიდგომები და ისე გამოდის რომ არაფერი არ გრჩება ადამიანს გარდა იმისა რომ მართლა გაგიჩნდეს იმის სურვილი რომ ან საკუთარი თავის ლიკვიდაცია მოახდინო, ან არ გინდა რომ იყო ცოცხალი, ან უნდა გაიქცე და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ მე სულაც არ ვთვლი რომ ჩვენ ცუდი ხელისუფლება ყავს. მე ვარ ოფიცერი, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, მე ამ შემთხვევაში არანაირი პრეტენზია სახელმწიფოს ხელისუფლებასთან არ მაქვს, მაგრამ აი ასეთი მოსამართლეები როცა არიან ქვეყანაში, რომელიც არიან ისევ იმ კლანის, რომელიც წინა ხელისუფლებიდან დარჩა, სწორედაც ლანძღავენ ხელისუფლებას, ლანძღავენ ყველაფერს და ილანძღება ამით ყველა და ყველაფერი. უბედურება ქალბატონ დოდო ის არის რომ დღევანდელ ხელისუფლებაში 90% წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლები არიან. ვინ გპირდებათ საქმეს არის საკუთარ შვილს დანაშაულს გამოიძიებენ. ვინ დაგვირდა მე თავად ნაციონალები
თავად ნაციონალი, რომელიც რა ვიცი, მე მჯერა რომ გამოიძიებენ, მაგრამ სამართალი როგორც ჩანს ურმითაც არ დადის. ხო და უბედურება არის ზუსტად ეს და რა ვიცი, მე ვისურვებდი რომ ყველაფერი გამოსწორებული იყოს, მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ მოსახლეობამ ხალხმა უნდა აიღოს თავის ხელში ძალაუფლება და ამის შემდეგ მოხდება ამის გასამართლება. მე ასეთ ქაოსში მონაწილეობას არ ვიღებ, მე ჩემს ემოციას ვაფიქსირებ. რა თქმა უნდა, ქალბატონო და თქვენ არანაირად მე კანონიერი ხელისუფლების კიდევ ერთხელ ვიძახი ვარ მომხრე, არანაირი გადატრიალებების მომხრე მე არა ვარ. ყველაფერი უნდა დაალაგდეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ აი ეს დაანონსებული თემა, რომ ისინი ნაციონალების ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებენ და არავინ აღარ დაიჩაგრება ქვეყანაში უსამართლოდ, მინდა რომ შეასრულონ. ხო, უბრალოდ აკლების ქურდინებს ის კურსს ვერ გაასამართლებს და საქმე იმაში არის, რომ თვითონ არიან ყველაზე დიდი დამნაშავეები. კარგით, მე დროებით დაგემშვიდობებით, დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს კიდევ უამრავი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც ქალბატონ დოდოს უნდა საუბარი და შემდგომში გავაგრძელოთ ეს თემა. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ.